ასრულდა. ლაბარაკობს რადიო მსმენელებო ვიწყებ პირველ საფეხბურთო რეპორტაჟს ქართულ ენაზე. თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერი. არ ყოფა. პროგრამა პიკი საათი. ყველაფერი კარგად იქნება. რადიო. საქართველოს რადიო მაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მაუწყებლობა 1925 წლიდან. გეპატიჟებათ საქართველო. ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის პირას, სადაც ძველი გეოგრაფების აზრით ევროპისა და აზიის საზღვარი გადიოდა. აქ 1 საათიც არ დაგჭირდებათ და მარადიული მყინვარებიდან სუბტროპიკებში აღმოჩნდებით. უდაბნოდან კი პრეისტორიულ ტყეებში გადაინაცვლებთ. ერთმანეთს ენაცვლებიან თოვლიანი მწვერვალები და ლაჟვარდოვანი ზღვა, ალპური ტბები, ჩანჩქერები და მღვიმეები, სხვადასხვა სახეობის მინერალური წყლები, ზაფხულისა და ზამთრის კურორტები. ამ ქვეყანაში ერთმანეთს ერწყმის კაცობრიობის ისტორია და თანამედროვეობა. საქართველოში აღმოჩენილი ევროპაში უძველესი 1,800,000 წლის წინანდელი ადამიანის ნაშთი. ძველი ბერძნების წარმოდგენით პრომეთეს სწორედ აქ იყო მთაზე მიჯაჭვული და ამ სიმდიდრით განთქმულ ოქროს საწმისის ქვეყანაში იმოგზაურეს არგონავტებმა. საქართველო უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს. მასზე გადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელი გზები. საქართველო ღვინის სამშობლოა. აქ ნაპოვნია ღვინის ჭურჭელი, ქვევრი, რომელშიც 8,000 წლის წინ ღვინოს აყენებდნენ და ამ წესით დაყენებული ღვინის დაგემოვნება დღესაც შეგიძლიათ. 1000 წლეულების მიღმა იღებს სათავეს ხალხური მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვის ტრადიცია, რომელიც ცოცხალია და გრძელდება. ალბათ ამიტომ უკვე მეორედ საქართველო საბავშვო ევროვიზიის მასპინძელია. We're hearing Georgia! პარასკევს ისეთ დეფილეს მოვაწყობთ, როგორც მილანს არასდროს უნახავს. ქალების სამოთხის ახალი კოლექცია არის სტილის, ელეგანტურობისა და პრაქტიკულობის ტრიუმფი. მოდა, სტილი, სიყვარული. ზოგი სიყვარულის გარეშე ვერძლებს. ურთიერთობები. ცოლმა მიგატოვა. ეს მტკივნეულია? ო, სირცხვილია? ო. როგორ მინდა ნიღაბი ჩამოხსნა იმ ნაძირალას. ჰარმონიული ცხოვრებისკენ სწრაფვა. თქვენს მეუღლეს კომპლიმენტებს ვეუბნებოდი. თავარია ცოლის მოვალეობები არ დაივიწყო. გამორჩეულად საინტერესო ძველი და ამჯერად უკვე ახალი პერსონაჟები. თავიანთი წარსულით
უცნაურობებით საბედნიეროდ დროულად დავამუხრუჭე. და იდუმალებით. სულაც არ მრცხვენია შვილი ქორწინების გარეშე რომ გავაჩინე. ყოველდღე 20 საათზე ქალების 64-ში გელოდებით. რეიტინგული იტალიური სერიალი პირველ არხზე. ისე ვერ პოულობს. ანა თუ კაცი ფიქრობს, რომ თავარია ოჯახში, ესე იგი მას გაუმართლა ცხოვრებაში. მამა დედას გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებს. შეძლებს, მაგრამ გაუჭირდება. მაიონეზის ლობოდა. ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი ცხოვრებისთვის. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. თუ წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, გაქვს სამოქალაქო ინიციატივის იდეა, პასუხობს ეროვნულ პრიორიტეტებსა და მიზნობრივ პროგრამებს, მიიღე მონაწილეობა საჯარო კონკურსში, გამოაგზავნე საგრანტო განაცხადი ელექტრონულ პოსტაზე grants@sgma.gov.g ან მატერიალური ფორმით წარმოადგინეს სააგენტოს მისამართზე. ქალაქი თბილისი, პავლე ინგოროყვას 7. მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი. იყავი აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ერთად გავაძლიეროთ ქართული სამოქალაქო საზოგადოება. განაცხადის მიღება დაიწყება 21 ივლისიდან.